პირდაპირ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც რაიმე პირობა იქნება იმისათვის, ან იქნება იმგვარი მდგომარეობა, როდესაც პირი არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარდება ამ კონკრეტული განმასხვავებელი ნიშნით მოპყრობის გამო, ხოლო არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფორმით ნეიტრალური, თუმცა არსი დისკრიმინაციული განმასხვავებელი მოპყრობა ხორციელდება პირის მიმართ. კანონმდებლობაში არსებული ნიშნები არ არის ამომწურავი და ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობს დისკრიმინაციულ მოპყრობასთან და ნიშნის დადგენასთან დაკავშირებით, ეს იძლევა სადავოობის ფართო სპექტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ნიშანიც მათ შორის შესაძლებელია დაექვემდებაროს შემოწმებას საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, მას შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა სამართლებრივი გზით. ამისთვის შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს ან საქართველოს სახალხო დამცველს, თუმცა ერთი და იმავე საკითხზე ორივე ინსტანციაში პარალელურად მიმართვა არ არის შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოში დისკრიმინაციული ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელი არის ის, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით საქმის განხილვის განსხვავებულ სპეციფიურ რეგულაციას შეიცავს მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც პირს, რომელიც თვლის, რომ არის დისკრიმინაციის მსხვერპლი, აქვს ვალდებულება, რომ სასამართლოს წარუდგინოს ფაქტები და მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რათა შექმნას ერთგვარი ვარაუდი, რომ მის მიმართ ნამდვილად განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება, მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში მოპასუხეს პირს ან დაწესებულებას, აქვს მტკიცების ვალდებულება იმისა, რომ მას არ განუხორციელებია დისკრიმინაციული მოპყრობა კონკრეტული პირის მიმართ.